გამარჯობა თქვენ უკვე რეალურ აქცენტებს ინო ხაჩიზესთან ერთად ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 90-სა და 10 წუთზე. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყოლოთ Georgian Times-ის Facebook-ის ბერზე, YouTube-ის არხზე და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე 92-სა და 3-ზე. მართალია ყურადღება და მათ შორის ჩვენი ყურადღებაც მიმყრობილი არის რუსეთ-უკრაინის ომისადმი, საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებისადმი, მაგრამ მაგალითად გუშინ დადასტურდა რომ ყველას თავისი სამრეკლო აქვს და გამომდინარე აქედან თემას დავიწყებ ჩვენი ინტერესების სფეროდან, რაც უფრო ახლოს არის ჩვენთან და გუშინ მაგალითად გაირკვა რომ 2008 წლის ივნის-ივლისში მიმოწერა ნამდვილად ჰქონდათ საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის რუსეთის ფედერაციის იმდროინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და გამოქვეყნდა ეს წერილები ძალიან საინტერესო შინაარსი აქვს ვინაიდან ორივე წერილი არის კეთილგანწყობილი ერთმანეთსადმი ძალიან მეგობრული დამოკიდებულებით თბილი და თანამშრომლობის მზაობის გამომხატველი. ნუ განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის წერილი ბუნებრივია და იქ ძირითადი აქცენტები არის შემდეგნაირი, რომ ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში, რომ რუსეთის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს ის კონფლიქტები, რომელიც არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ცხინვალის რეგიონი და დე-ფაქტო აფხაზეთი იგულისხმება, რომელიც არ აღიარებული იყო ჯერ კიდევ. სააკაშვილი მოითხოვს შექმნას ერთობლივი ადმინისტრაცია ბოჩამიშისა და გალის რაიონებში, ქართულ-აფხაზური და დევნილების დაბრუნება იყოს უზრუნველყოფილი და ამ ორივე რაიონის უზრუნველყოფას ფინანსურს თავის თავზე აიღებს თბილისი. ასევე სააკაშვილი სთავაზობს რუსეთის ფედერაციის იმდროინდელ პრეზიდენტ მედვედევს, რომ შესაძლებელია გაიხსნება რკინიგზა, საქართველოს რკინიგზა აფხაზეთის მონაკვეთი, რომ აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა მოსკოვის სოხუმი, თბილისი, ერევანი და ასევე საზღვაო მიმოსვლა თბილისი, ტრაბზონი, რომ თურქებმა იმოძრაოთ თურქეთის მიმართულებით, ანუ ლაპარაკი არის სამშვიდობო, ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაზე და საპასუხოდ, ვთქვათ, მედვედევის წერილიც არის, რომ 1 ივლისი თარიღდება 2008 წლისა. ისიც ასევე არის კეთილგანწყობილი, ოღონდ ერთობლივი ადმინისტრაციების შექმნაზე თავს იკავებ, ჯერ ნდობა უნდა აღდგეს მხარეებს შორისო და გამოთქვამ სურვილს თანამშრომლობის, თუმცა მიანიშნებს, რომ აი ეს რაღაც ემოციური გამოხდომები ხელს უშლისო ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ მზად ვარ შეგხვდეთ კიდეცო. ჩვენ გაცემს პირველი ნაწილის სტუმარი არის პოლიტოლოგი ბამკა არეშიძე, ბატონო ბამკა, დიდი მადლობა რომ მონახეთ და მოხვედით და მაშინ რა მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს, რატომ დასჭირდა, რატომ გახდა აუცილებელი თბილისისთვის ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება მსგავსი რამ ხო არ მოხდა, რაც 2022 წლის მარტში, როდესაც რუსეთის და უკრაინის დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთში, მოელაპარაკეს მშვიდობაზე და შემდეგ უკრაინამ თქვა უარი. ჩვენ შემთხვევაში რა მოხდა და არის თუ არა მსგავსება ამ ორ მოვლენას შორის? ნუ მსგავსება ერთი შეხედვით ვითომ არის, უზადაბერულად შევხედავთ, მაგრამ უკრაინაში ომი დაწყებული იყო უკვე 2022 წლის მარტში. ის ხო თებერვალში დაიწყო იქ და აქ არ იყო ეს ომი, მაგრამ ომის მზადება მიდიოდა, რაც მე შემდგომში დაადასტურა კიდევაც პუტინმა, თუ გახსოვთ, ეს მოვლენა დაკავშირებული იყო კოსოვოს ამბავთან. მაშინ დაუშვა უმძიმესი შეცდომა, რომელსაც მაშინვე ვამბობდით, ან დაუშვა იმან ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, რამაც გამოიწვია ესეთი დომინოს პრინციპი და მაშინვე თქვა აი ბატონო, შეგამოთებით, რატომ დაუშვა შეცდომა? იქ განათავსა ბაზა, სამხედრო ბაზა. თავისთვის რატო იყო შეცდომა ამერიკისთვის ეს? ამერიკისთვის არ იყო, ჩვენთვის იყო. ჩვენთვის კი ბატონო. საერთოდ იყო მსოფლიო გეოპოლიტიკური შეცდომა იყო, იმ თვალსაზრისით, რომ ყველას მოუნდებოდა მერე უკვე ამ ტიპის ქმედება. ყველას მოუნდებოდა საზღვრების გადახედვა. ნუ ახლა გაეროს დგას ამ პრინციპზე, რომ ერთ-ერთი უნიშნულოვანესი პრინციპი ეს არის, რომ საზღვრების საკითხი არ განიხილება და არ გადაიხედება. ხო და ეს თუ მოიშალა ეს პრინციპი და უკვე მოშლილია. ყველა მოინდომებს ამის გაკეთებას, იმიტომ რომ მართლა არის ბევრი უსამართლობა, პირველი მსოფლიო ომის მერე, მეორე მსოფლიო ომის მერე ახლო აღმოსავლეთში ყველგან. ჩვენს რეგიონშიც მათ შორის. და სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ აი ეს დაძაბული ურთიერთობები, რომელიც სოფლიოში არსებობს, მათ შორის ჩვენს რეგიონში ეს ან გარკვეული კმაყოფილება ამითაც არის განპირობებული, ამას ახლა ხმამაღალ დღესდღეობით არ ამბობენ ამ წუთში, მაგრამ ის რომ საზღვრები თავის დროზე არასწორად არის გავლებული.
მოკლედ ეს კიდე ერთხელ მეორე ეს რო ასე იყო ეს პუტინმა შემდეგში აღიარა კიდევაც და თქვა რომ 2006 წელს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩვენს დავიწყეთ მზადდება შესაბამისი რეაქციისთვის იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა სერბეთი დაიჭაგრაო ასე რომ ამაში გასაგური არაფერი არ ეხლა რაც შეეხება თვითონ მოვლენას ის რასაც ერთმანეთს წერენ და ეფერებიან სააკაშვილი და მედვედევი ეს ყველაფერი არის ზედაპირზე იმიტომ რომ აქ კიდე ერთი ფაქტორი მუშაობს ზედაპირზე თუ ზედაპირული აქ კიდე ერთი ფაქტორი მუშაობს და სააკაშვილის არ ჯეროდათ სააკაშვილის არ ჯეროდათ კრემლში რომ ესე იგი ფიქრობდა რომ ის დროს წელავს იმიტომ რომ სააკაშვილი აბსოლუტურად სხვა აქტივობებს იჩენდა მანამდე გაიხსენეთ ახლა ესე იგი გაუთეებელი საუბარი იმის თავად. კი ძალიან შესაბამო იყო. კი, ეს თელის ორგანიზები კოკოვიდი პანდარასთან ერთ ჩართულობი და სხვა. ყველა ეს ორგანიზები რომელიც ორიენტირებული იყო საზოგადოებისთვის და დანარჩენ და სოფლიოსთვის სხვადასხვა იმაზე რომ დღეს ხო სააკაშვილი დაკარგული ტერიტორიების ან სეპარატისტული ტერიტორიების საკითხს გადაწყვეტდა. ეს შეიძლება იქნებოდა, ხო? ამისთვის მიმდინარეობდა მზაობა. გარდა ამისა მუშაობს ძალიან კარგად დაზვერვის სამსახურებით და ალბათ მოსკოვშიაც იცოდნენ იმის თაობაზე, რომ არსებობს ამერიკაში გარკვეული ძალა, ამერიკაში ერთ-ერთ შტატებში, რომელსაც ძალიან უნდა რომ ეს ამ ტიპის კონფლიქტი, ესე ვთქვათ, დაიწყოს. მე არაერთხელ მიამბია მის თაობაზე, რომ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა პენტაგონს ამ სავარაუდო კონფლიქტის მიმართ და როგორი იყო მათი პოზიციისგან განსხვავებული პოზიცია თქვა ეცახში. სოციალიზმის ამას კონდოლიზა რაის წარმალავდა შემდგომში უკვე ამბობდა, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით კატეგორიული ამ ესე იგი აქტივობის სააკაშვილის მხრიდან საქართველოს მხრიდან მაგრამ ამ იდეის მომხრე იყო აი ამ კონფლიქტის იდეის მომხრე იყო როგორც ჩანს ჩეინი რომელიც იყო მაშინ პენტაგონის შეფი და ჩეინის თავარი ისე ვთქვათ მხარდამჭერი და მეგობარი მაკეინი გასულთ ალბათ მაკეინმა როგორ გამოიყენა საპრეზიდენტო არჩევნებში ისეთი შეტაბილება დამჭირა რომ მზად იყვნენ ისინი იმდენად სწრაფად მოხდა რეაგირება მაკეინის გუნდის მხრიდან აი მე ქართველი ვარ უცებ გაჩნდა ეს медальонები თუ რა ქვია მას სამკერდენიშნები ხო უცებ გაჩნდა ეს ყველაფერი რამდენიმე საათში და ესე შეტაბილება მგონდა რომ დამჭირეს მაკეინი ემზადებოდა მაკეინის გუნდი ემზადებოდა აი ამ ორგანიზაციებისთვის და მომზადებული შეხვდა მას ყველაფერი ანუ ის ემზადებოდა იმისთვის რომ საქართველოს დამარცხდებოდა ის ემზადებოდა იმისთვის საქართველოს დაიწყებდა დამარცხებოდა თუ არ დამარცხებოდა ეს არა მე ქართველი ვარ ეს ხო ამის ის არის ეს არავინ არ აინტერესებდა რასაკვირველია საქართველოს იმ ამომში რომ ესე ვერ გაიმარჯვებდა თან რამოდენიმე დღეში ეს ყოველთვის გასაგები იყო ეხლა რა შეესაქმე იცი რომ სულ აი ჩვენ ერთ და იგივე ღეჭავთ რასაკვირველია ეს აუცილებელია იმიტომ რომ ჯერთი ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს დაიმსახურა საზოგადოებამ ეს ისეთ უბედურ მდგომარეობაშია რომ პრაქტიკულად წლების განმავლობაში ერთ და იგივე თხოვს ისმის ერთ და იგივე შეცდომას უშვებენ ხელისუფლებები 30 წლის განმავლობაში და ხალხი ისმის ერთ და იგივე თხოვს და ის დაიმსახურა ამ ხალხმა ისო საბოლოო ჯამში გაიგოს რეალურად როგორ ვითარდებოდა მოვლენები და გარდა ამისა ეს გაგება ჩვენ დაგვეხმარება საომავლო პრევენციისთვისაც იმიტომ ჩვენ არის 92-93 წლებში ანუ მარტო ის კი არა იქ რა მოხდა აქ არ არის ლაპარაკი რომ ვინმე დაისაჯოს უბრალოდ როგორი იყო თვითონ ეს ანატომია ამ კონფლიქტის რა თქმა უნდა რომ სამომავლო და 2008-ში იგივე გამეორდა ეხლა საბედნიეროდ ეს შეცდომა არ გავიმეოროთ ესე იგი ერთ და იგივე ხდებოდა გვიგებდნენ ხაფანგს ვიცოდით რომ ხაფანგში მივზრებოდით 90 წლებში არ ვიცოდით მე გავიგეთ როგორც იქნა რომ ხაფანგში მაინც გავყავით თავი ეხლა დაგვიგეს ისევ ხაფანგი არ გავყავით იცი რა შეესაქმე მე არ გავყავით მაგრამ მივდივართ ბეწვის ხიდზე ბეწვის ხიდის ხო საოცარი იმიტომ რომ გარემოებები ისე იცვლება რომ მეტი არ შეიძლება და თანის ხაფანგი მარტო ერთი არ აღმოჩნდა რამოდენიმე სხვა ხაფანგიც არსებობს და საერთოდ სიტუაცია ის იქამდეა მისული მეშინია საკუთარ თავს თვითონ არ დაუგოთ ხაფანგი ეგეც ეს მომენტიც არსებობს იმიტომ რომ ქვეყანა ისეთ რთულ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ესეც ხაფანგია სხვადასხვა რა თქმა უნდა ის აქედან მოდის ეს გიჟი მიუშვინებასაო ხო ჯერ უნდა გააგიჟო და მე თვითონ
თვითონ შეეღრება. ხო, რა გითხრათ ახლა სხვა ესეთი მოკლედ ეგეთი ვითარებაა რომ ეს მოკლედ ეს წერილი მაშინვე გაჟღერდა თუ გახსოვთ. დიახ. კომერსანტმა დაბეჭდა, მაგრამ ნუ აქ თავი მოიგლის ასეთი რამ არ გითხრიო და მე თვითონ მიშა 62 2013-ში უკვე რომ ეს წერილი გაგზავნილი იყო. მედვედევი თვალთ მაგცობდა. ერთი მედვედევს არ უნდა კითხავდა არაფერს. მედვედევს არ ახედებდნენ უშიშროების საბჭოს მუშაობის საკითხში, ეც კი რუსეთის უშიშროების საბჭოს. ხო, რა აქცენტებს სწორად სვამს წერილს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. სუმაგის დაწერილია ეგ წერილი. ანუ იმას ვამბობ, რომ ვისაც ეკუთვნოდა, მან წაიკითხა მეთქი. ხო, მე ძალიან ხო, ნუ პრინციპში ეგ არ წყვეტდა იქ არაფერს, ახლა იქ საერთოდ ეს სამსახიობო ოსტატობის სკოლა გამოგავლილი რუსებს ეტყობა, ესეთი გენეტიკურად. იმიტომ რომ ესეც სცენა გაითამაშა პუტინმა პეკინში ოლიმპიური თამაში და არ იცოდა რომ ეს ყველაფერი იწყებოდა. რუსული დაზვერვა მაშინ აქტიურად მუშაობდა, ყველაფერი გადასარევად იცოდნენ და მე ეჭვი მაქვს საერთოდ რუსული დაზვერვის ესეთი ხელწაკვრით მოხდა ეს ყველაფერი. დაჯერეს მე ესე მგონია რომ მე მასოს გარანტირებული იყო. ზოგიერთი შემოქმედებითი პიროვნება, რომელიც დაკავშირებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელთანაც მე ურთიერთობა მქონდა, მაშინ მეუბნებოდა, რომ აინახავ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ მოველაპარაკეთ იმას, მოველაპარაკეთ ამას, იმას პული მივეცეთ ამას. გასულთ ცნობილი ფეხბურთელი კოკოიტა იყო ჩასული და კოკოიტა მე რომ შეერა 20 მილიონს მთავაზობდა. ხო, ნუ მოკლედ აი ესენი იყო, აი როგორი ბავშვური და მომზადებელი იყო ასეთი საკითხები და ეს ომის თვითონ ომის მიმდინარეობაც. ის გეგონება რომ ჯარისკაცობანას თამაშობდნენ რა. ხო, ამით დეპუტატობის ცვილი ჯარისკაცები და დიპლომატობანას თამაშობდნენ. რაღაცებს თამაშობდნენ. რასიზმი. გარდა ამისა, მე დიდი მასალა მაქვს მოკლედ დაწერილი, მასალაც არ თქვა, მასალაც გამოკლევასავით არის. რუსული მედიითვე დასტურდება, რომ რუსეთი ემზადებოდა, აი თქვენ თქვით რომ რასაკვირველია ეს რუსთა თავისივე მეტყვი წყაროება დავიღეს, სწორედ რუსული, იმიტომ რომ მათთვის ის არის ხო სამი განმეორდეთ, რომ მე მოყოლილი მაქვს 1000-ჯერ როგორ ვიყავი ასული ჯავის რაიონში ივლისში 2008 წლის რა ვნახე ჩემი თვალით იქ როგორ ეს სოფელი მსხლებიდან ვიდრე ჯავამდე როგორ იყო მზადება პირდაპირ ითხრებოდა იქ საკომუნიკაციო საშუალებები მომზადება მართუხლართები ჯარის დამატება 2000 სულ გაუთავებელი ლაბარაკია რუსები შვიცში შემოვიდნენ და როაში რუსები იქ იყვნენ ხო და ეს ბანაკი რო განათავსეს განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიის ალაგირის ხეობაში საველე ჰოსპიტალი რო ცნები რო ქონდა და მე ვიცნობიდან არ წაიღო ნუ ეს იცი როგორ არის უკვე აი იდიოტებისთვის არის რა მაგრამ ნუ აი ჩვენ დღემდე ამაზე ვღეჭავთ მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ზედაპირზე და ნათელია ყველაფერი ჩვენ ამას იმიტომ ვღეჭავთ რომ თქვათ ის ამბობს ეს იყო წარმატებული ოპერაცია მე მაგალითად მახსოვს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეკა ხერხეული და კავკასიის ეთერში იყო და თქვა რომ რუსეთმა რო აღია უკვე მედვედევმა რო აღიარა 2008 წლის 26 აგვისტოს ცხინვალის რეგიონიდან დე ფაქტო აფხაზეთი თქვა რომ ასე ახლოსო საქართველოს არაძოს ყოფილა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. ნუ არ იცოდა ეთყობა ეკა ხერხეული და ეს ყველაფერი ტყუილი იყო. თავის ენებზე სათხოვებდნენ ალბათ რა ვიცი. რა გითხრათ რა მაგაზე კომენტარი რა გავაკეთე. არა ნუ ხარაც უნდა მოგატყონ ხوارც საღი აზრი და ელემენტარული ლოგიკა. კი ალბათ არსებობს. ალბათ კი ბატონო. კეთილი. ამდენად უკვე ხა ამის გახსენებას აზრი აღარ აქვს ის ხაზი გახსენებას კი არა მსჯელობას თქვათ ამის გაანალიზებას აზრი აღარ აქვს. აი ზუსტად გაანალიზებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოღონდ დღესაც კი არა ეს უნდა ყოფილიყო იმ დღეებში და მე მომდენო დღეებში. ამას ყოველთვის ვამბობდი რომ 2013 წლის ოქტომბრიდან კი არა ნუ ნოემბრიდან ამაზე უნდა წებულიყო მსჯელობა რა მოხდა ამ ომის ვიტარებაში რო არ გაგვემეორებინა შესწავლილი. ნუ ხა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს პრინციპში თუ სწორედ დასკვნები იქნება გამოტანილი და თუ სხვა რამისთვის არ მოხდება ასე ვთქვათ აი ამ საკითხის გაშლა. მე მინდა რომ სწორედ დასკვნები იყოს გამოტანილი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით საზოგადოებრივი თვალსაზრისით მოქალაქეობრივი თვალსაზრისითაც კი ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული თემა. უბრალოდ მე რა მინდა იცით რომ სწორი მიმართულება მიეცეს ამას ყველაფერს. მე ახლა არ მინდა განსაკუთრებით ფრჩხილების გახსნა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არაერთხელ მithქონდა კიდე ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ საკუთარ ქვეყანასგან შევქმნით ერთი სერიოზული ლაბორატორია, სადაც ვატარებთ გაუთავებელ ცდებს საკუთარ თავზე. ხალხის გვერევა, რესურსის გვერევა, ღონეს გვერევა და მაინც ერთ და იგივე შეცდომას ვიმეორებ. ნუ ხანდახან აღარ ვიმეორებ. კიდე კარგი რომ აღარ ვიმეორებ, მაგრამ თვითონ შეფასებით ნაწილში მაინც ვიმეორებ შეცდომებს. ეს არის ცუდი.
დიახ. და ეს აი ამის დაკავშირება რაღაცნაირად საქართველოს შეეძლო მე 2008 წელს ჩემი დაკვირვებით თქვათ რა მასალით ჩამწერეს შეხვედრა მისაუბრია მიფიქრია ეს იყო აი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების პრელუდია ერთგვარი როცა მხარება ერთმანეთს მოუსინჯეს ძალა და როგორ მოხდებოდა როგორი რეაგირებდა ანუ ეს კონტექსტში უნდა განვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ომის ხო ალბათ აუცილებლად ერთი რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითად ახლა მე 2015 წლის ჩანაწერი მაქვს ვიშირინოვსკის რომელიც აბსოლუტურად ზუსტად აი ზუსტად როგორ ლაყოდάνε ბევრი ამბობს იმის თაობაზე როგორ იმიტომ კი არა რომ ეს ნათანხმელი იყო იმიტომ რომ გეგმა არსებობს ხო როგორ ჩანს კი ბატონო რა თქმა უნდა და ამას ახმოვანებინებდნენ ამ გეგმას და ძალიან ეს ისე მენიშნა აი უბრალოდ ძალიან მძიმედ როდესაც იმ ცნობილ შეკრებაზე რომელიც შეჭრის უკრაინას შეჭრის წინადღეს გაიმართა კრემლში ეს ფრაზა გაჟღერდა რომელიც მე არაერთხელ მithქვამს რადგან მაინც დისკრედიტირებული ვიქნებით ამ ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამიტომ მოვასუფთავოთ ვარეღამ ყაზახստანი და საქართველო საჩისიმ გრუზიო ყაზახստანი ასე იყო ნათქვამი მე ვიცი ვინც თქვა ეს ფრაზა მართალი არ მიიღეს იმ წუთში მაგრამ იმას არ ნიშნავს იმას სულ წაუსრო უბრალოდ სუდახურული შეხვედრა იყო მაგრამ ეს გეგმაში არსებობდა ესე იგი უნდა შევთანხმდეთ რომ გავიგოთ რომ პუტინისთვის რომელიც თავის ესე ვთქვათ ცხოვრების ბოლო ესე ვთქვათ ნუ ყოველ შემთხვევაში გასაგშია ასაკში მისთვის უმნიშვნელოვანესი რომ დაუდგან მას ოქროს ძეგლი ოქროს ძეგლი გულისხმობ არა ხო თვითონ ოქროსი მესმის მე ნუ ოქროსი დიდი ძეგლი მაშინ ესე ვთქვათ ეს იმისთვის რომ მან აღადგინა პოსტსაბჭოთა სივრცე უბრალოდ საბჭოთა სივრცე, ոչ საბჭოთა, კი საბჭოთა სივრცე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება ერთი ქვეყანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი რუსეთის გავლენები გავრცელდება იმ სივრცეში, რომელიც იყო თავის დროზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ისე რომ ჩვენ საზოგადოების ერთ ნაწილს განსაკუთრებით ახალ თაობას ეს აგიჟებს და ხელოვნურად ხდება ამის. მაგრამ მაგალითად აი თურქეთი, რომელიც იგივე საკეთებს ზუსტად ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებზე თავის გავლენები აღადგინოს და მათ შორის ისეთ ქვეყნებში როგორიც არის მაგალითად ბოსნია, ჰერცეგოვინა, ხო ბალკანეთის ნახევარკუნძულს გულ. ამას ყურადღებას არ აქცევს. და ამ დროს აღრმალავს ამას ეს პატიოსანი ნახევრად ქართველი კაცი ერდოღანს გულისხმობს. არის ნახევრად ქართველი? კი, არის როგორ არ არის ეს. მე ვიცი ზუსტად საიდანაც არის მისი ესე იგი ერთ-ერთი წინაპარი წარმოშობით. იმ წინაპრის გვარიც ვიცი შემიძლია მოგახსენოთ. ბოლქვაძე. მიგასა ბებია მოვდა ბოლქვაძე. ხო, ნუ ესე განცდები ყოფილიყარ. კი ბატონო. ხო და საინტერესოა ის რომ დაპატიმრებული ისიც რომ ისიც ხო, ისიც იმის შესახებ გავიგე, ისიც ნამდვილად ის არის. ქართველებმა იქაც დასწრეს ერთმანეთს, როგორც ჩვევია თქო, საერთოდ როგორც ჩვევია. ხო, მოკლედ ეს არ არის მთავარი ახლა ვინ არის ქართველი და ვინ არ არის, მაგრამ ეს მინდა ვთქვა რომ ამას ეს ხო ერდოგანს არაერთხელ უთქვამს და არ დაუმალავს არასოდეს რომ ეს არის დოქტრინა. ეს არის დავითოღლუ კაცი რომელიც როდესაც ერდოგანი გახდა ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ჯერ თურქეთის დავითოღლუ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მე პრემიერი და რა ვიცი არ გახდა ეს დავითოღლუ და ეს იყო იდეოლოგი აი პან ოსმანისტური იდეოლოგიის წარმომადგენელი იყო და მაშინ ეს იყო მთავარი მისა რა ქვია გზავნილი რომ ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე გავლენები უნდა აღადგინოს თურქეთმა და მაგაზე მუშაობენ დღემდე. აი ეს ვითომ არ არსებობს ეს თემა. ეს რუსეთის ცუდია, ეს კარგია. ორივე ერთნაირია. იმიტომ რომ ორივე არის როგორც ეხლა თურქეთის მოქმედი ხელისუფალი და ოპოზიციონერი მერი ჩვენთვის ფაქტობრივად ერთ-იგივე. რასაკვირველია ხა, ნუ მან უბრალოდ რა არის კემალისტური თურქეთის იდეოლოგია სხვა იყო. ის მოკლედ ათათურკი ორიენტირებული იყო სხვა ტიპის პოლიტიკაზე. ეს რო არ თქვათ ეს ყუილი იქნება და არ უნდა დაუკარგოთ არავითარ შემთხვევაში. კაი, მოგეს თავი გავონებ. თავარი ახლა ის არის, რომ მე ამ შემთხვევაში მე მინდა აი ეს თვალთმაქცობის თემაზე გავამახვილე ყურადღება, რომელიც საქართველოში ფეხმოგიდებულია. თორე ისე ყველა მსხვილი მოთამაშე თავის ინტერესებზე ორიენტირებული, სხვის ინტერესებზე არ არის ორიენტირებული. პატარა ქვეყნების მით უმეტეს პატარა ქვეყნები არის ხურდა. პატარა ქვეყნების ინტერესებს არავინ არ
აღიქوامს და არავინ არ უწევს ანგარიშს. პატარა ქვეყნის ამოცანა რომ აი ამ მეინსტრიმში ჩაჯდეს, როგორმე მოახერხოს, ისე რომ ისეთი ტიპის წინადადებები შესთავაზოს მსხვილ მოთამაშეების გუნდს, ან ერთ მსხვილ მოთამაშეს მაინც, რომელიც მის ინტერესებში იქნება და აქედან გამომდინარე ის იქნება ის მსხვილი მოთამაშე იქნება მისი გარანტი. თორემ მე წლების განმავლობაში უყურებდი მაგალითად როგორც ცდილობდნენ კონფლიქტების მოგორებაში ჩართული მსხვილი მოთამაშეები საქართველოს ტერიტორიაზე ან თუნდაც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე, რომ კონფლიქტები კი არ მოეგვარებინათ. შეენარჩუნებინათ, რომ ამის მეშვეობით, ამ მეთოდოლოგიით უფრო მეტი, ესე ვთქვათ, ბერკეტები ქონოდათ სიტუაციაზე ზეგავლენის. არავის არ ჭირდებოდა ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა, არავის არ ჭირდება არც აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამი. ყველას უნდა რომ ეს იყოს დაკონსერვებულ მდგომარეობაში, მაგრამ დღეს შეიცვალა ვითარება და ყარაბაღის კონფლიქტი გადაწყდა სავით. დიახ, ჩვენ ცირახით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა რეკლამის გამო, მალე დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. შეგვიძლია და განაგოთ საუბარ ჩვენს სტუმართან, მამგარიშძესთან ერთად. ბატონ მამგარი, ახლა გავიხედოთ ცოტა ევროპისკენ, გუშინ კი მახსოვდა, მაგრამ განზრახ გადავხედე ევროპის მოსახლეობა, ეს არის 470 მილიონამდე, ამას რომ დავამატოთ უკაცრავად. კიდე უკრაინის მოსახლეობა გამოდის საკმაოდ ბევრი. რუსეთს რატომ უნდა უნდოდეს ომი? იცი რა შეასაქმე? აი ჩვენ სამწუხაროდ არასდროს შეფასებებს ვაკეთებთ. ეხლა სოფლიოში მე გულისხმობს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობ. სოფლიოში ომების ძირითადი მოტივატორი არის ეკონომიკა. დიახ. სავაჭრო ომებია უფრო მეტად, რომელიც მე სამხედრო დაპირისპირებაში იზრდება. ტერიტორიებისთვის ომები ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არა, აქ-იქ კიდე არის, მაგრამ აი საზღვრების საკითხის გამო. და ამ ევრაზიულ სივრცეში არ არის ამ ესეთი ტიპის ომი, ეს არის უფრო სავაჭრო ომებია ძირითადად. ხა სეპარატისტულ თემას არ ვახებ, მაგრამ რუსეთი არის ინერციული ომების რეჟიმშია დარჩენილი. რუსეთი არის იმპერიულ იდეოლოგიის მატარებელი. სხვა შორის უნდა ითქვას ერთი რამ, გახსოვთ ალბათ, როდესაც ჩერჩილი კატეგორიულად მოითხოვდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ომში ჩართვას. ერთ-ერთი პირობა, რომელიც რუსულეთმა დაუსვა, ეს იყო იმპერიის დაშლა. ბრიტანეთის იმპერია უნდა დაშლილიყო. ინდოეთი უნდა განთავისუფლებული იყო, იმიტომ რომ ინდოეთი იყო მაშინ დიდი ბრიტანეთის დომინიონის შემადგენლობაში. იმპერიის შემადგენლობაში პლუს რა დომინიონის. ხო და იმიტომ რომ არ აწყობდა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმპერია, ეს იმპერია, რომელიც თავის თავში მუდმივად შეიცავს გაფართოების გულისხმობს გაფართოების ფილოსოფიას. იმპერია დაიშალა ბრიტანეთის, მაგრამ რუსეთის იმპერია არ დაშლიდა და რუსეთის იმპერიას ეს ინერციას ფილოსოფიური მიდგომა გაფართოებისა შენარჩუნებული აქვს, სხვანაირად ვერ იარსებებს. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, იმიტომ რომ თითო რუსეთის ფედერაციაც ხო იმპერია. ხო, აქედან გამომდინარე ეს უნდა იყოს მუდმივ სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში. სულ უნდა იყოს ეს ვითარება დაძაბული, მას არ ჭირდება სავაჭრო ომები, არ არის მისთვის ინტერესის საგანი განსაკუთრებით. გაფართოება გავლენის, გაფართოება ტერიტორიის, გაფართოება ჩართულობის და ასე შემდეგ. ეხლა იცოდეთ ერთი რამე, რომ ეს არის აქსიომა. რუსეთს შემაკავებელი ფაქტორი, რომ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში დაბრუნდეს, პრაქტიკულად არაფერი არ არის. არ არის არაფერი შემაკავებელი ფაქტორი. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მე გულისხმობ მსხვილ მოთამაშეებს. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში უკან დაბრუნდეს, რადგანაც მას პრინციპში ხელოვნურად ამოუკვეთეს ფეხი აი ამ ყარაბაღის მოვლენების კონტექსტში აქედან, აი ამ სამხრეთ კავკასიის მაგრამ ხო იზრდება უკვე, აქ გვაყავს თურქეთი. ამაში ესაა. რუსეთს ყავს უფრო ზუსტად. ხო და ეს მე რა ვთქვი ცოტა ხნის წინ, რუსეთი არის იმპერიული იდეოლოგიის მატარებელი ქვეყანა. იმპერიული იდეოლოგიის მატარებელმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა ოსმალეთის იმპერია რომ დაეშალა ზუსტად, იმიტომ რომ კონკურენტი არ ყოლოდა რეგიონში. დღეს ეს ქვეყანა ისევ იგივე სტილოს, მე გულისხმობ თურქეთს. ანუ ისევ იმპერიული, ესე ვთქვათ, მიდგომის აღდგენას.
არ სამხრეთ კავკასიას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ამას რუსეთის სამხრეთ კავკასიას და განსაკუთრებით შავი ზღვის აუზში ყველანაირად შეეწინააღმდეგება. ომი იქნება ეს სავაჭრო, ეხლა მიექციეთ ყურადღება, ასეთი დაძაბული ურთიერთობა, ასე ვთქვათ, უხილავი დაძაბული ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთს შორის, ამ დროს სავაჭრო სალდო არის 40 მილიარდი დოლარი სავაჭრო სალდო ერთმანეთში. გადასარევად ვაჭრობენ, ამიტომ თქვი მე, რომ სავაჭრო ომები კი არ არის, არის გავლენის ომები. და რუსეთი გააგრძელებს აუცილებლად ამ თურქეთის შევიწროებას სხვადასხვა ფორმით. თურქეთის გააგრძელებს რუსეთის შევიწროებას როგორც ამ რეგიონში, ისე ცენტრალური აზიის რეგიონში. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დიდი ტურანის პროექტი ეს არ არის თურქების შექმნილი. თურქები ამას მოეჭიდნენ, ეს არის ბრიტანელები შექმნილი. დიდი ტურანის იდეაზე ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასიის დიდი ნაწილი, ისიც დიდი ნაწილი, მთლიანად 5 რესპუბლიკიდან, 5 ქვეყნიდან 4 თურქული. უზბეკეთის გარდა, ნუ? არა, ტაჯიკეთის გარდა. ტაჯიკეთის უკაცრავად, ესენი ეს მოკლედ ეხლა ესე იგი ეს ყველაფერი წინ გვაქვს ჩვენ კიდე მით უმეტეს რომ ეხლა გითხარით არა საზღვრების საკითხი ეხლა უკვე არის ასე ვთქვათ ხელშეუხებელი თემა არ არის ეხლა თქვენ უნებრივია მკითხავთ რომ იმარა ჩვენ რა გვეშველება ამ სიტუაციას არა სანამ ჩვენ რა გვეშველება სირიაში თურქეთის ბაზის განთავსების საკითხი ამ კონტექსტში ბაზის განთავსების კი არა პრაქტიკულად ტერიტორიის ჩრდილოეთის სირიის ორი ბაზა განთავსდება იქ როგორც ეხლა მოილაპარაკეს ალ-შაარისთან ამ ყოფილ ტერორისტთან და დღეს ესე იგი უპატიოსნეს და უწესიერეს კაცთან ისეთი დღედაღამე საბავშვო ბაღებში ათენებს და როგორც ცინიზმი არის ევროპარლამენტარები და ეს ევროკავშირის ლიდერები ამბობენ პოლიტიკა ბინძური ამიტომ არის იმიტომ რომ არა ეს უკვე თვალში ნაცრის შეყრა ეხა ბინძურია მაგრამ ეხა თქვა რომ საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია და ალჯულანი არის დემოკრატიის მამა სოფლის საზოგადოება ამდენად დაშტერდა თუ რაზე არის გათვლა აი ამას ვერ ვიცი ესაკ პოლიტიკას მუდმივად ახასიათებდა ცინიზმი პოლიტიკა მომხიბლობას მხოლოდ მაშინ იძენდა ცინიკური ყოველთვის იყო. როდესაც განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული ადამიანები წარმოადგენდნენ აი ამ თუნდაც ამ ცინიკურ პოლიტიკას. როცა ამას წარმოადგენენ ნაცრისფერი ადამიანები, რომელსაც შეფუთვაც კი არ შეუულიათ აი ამ ცინიკური ნაბიჯებისა ნორმალურად, აი ეგ უკვე ადამიანი გიჯდება, მე ობიევატელს გულისხმობ, პრეჩვეულებრივ ადამიანს გულისხმობ, იმიტომ რომ ხდება ამ ტყუილს და ნუ აი ნერვები ეშლება რა ვიტყვი. ტოტალურად არის დღეს მსოფლიოში ნაცრისფერი მასის მიერ, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ ელიტას ვითომ მართვა საზოგადოებისა, რომელიც ყველაფერს გადასარევად ხდება. ნუ ძირითადი მასა შეიძლება რაღაც ნაწილი ვერ ხდება, მაგრამ ნუ ძირითადი მასა მოაზროვნე მასა ხდება ყველაფერს, მაგრამ უბედურება ის არის, ამიტომ არის ნიჰილიზმი პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ, რომ ხალხს უკვე ხელი აქვს ჩაქნეული, აღარ ხელში ამოვიდეთ. და როგორ არის ხვატყობთ აი ამ ვითარებას რაც გარშემო ხდება პრინციპში სახალხო პროტესტიც კი საბოლოო ჯამში ვიღაცის მართვის ხელში გადადის აი ხა ერთდაგივე ტექსტები რო ისმის სტამბოლის ანკარის ბელგრადის ბუხარესტისა და კიდე რაღაც ქვეყნების ქუჩებში ეს ხოთაშიც მინდოდა მეკითხა თვითონ ვინც ამას გეგმავს ერთი ვინც გეგმავს მეორე ვინც არ გეგმავს მაგრამ პოლიტიკურ ამ სცენაზე არის პოლიტიკურ მსოფლიოში მან იცის რომ ეს ფარსია და შემუშავებულია. უკვე ჩვენც ვიცით, ხო ეს აბსოლუტურად ერთნაირი მიზანსცენები, ომადის წასმა ფარში, რაღაცა ხელის თხოვა, რაღაც როიალები, დაქორწინება, ერთი და იგივე ტექსტები სხვადასხვა ენაზე, მუსიკა, დაწვა, ერთი და იგივე ნივთების აღარ მინდა გავიმეორო, რასაგნის დაწვა. ეს ვერ ხვდები, ყველამ ხომ იცის რომ ეს ფარსია. ეს ფარსი ზოგს სჭირდება და ვის სჭირდება ვინ არის მაყურებელი და მომხმარებელი ამ ფარსის მაშინ ნუ საზოგადოებები სამწუხაროდ საზოგადოებების ნაწილი ეხლა გახსოვთ ალბათ რომ აი ამ ფარსის აი როგორ არის იცით რომ პირმა კალბატონი რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაარიგა ამ ავტომატებში ჩაუდო ყვავილები ჯარისკაცებს, მოწინააღმდეგე ჯარისკაცებს. ეს ხალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის დაცვის საქმეში და აი ეს ჟესტი მთელმა მსოფლიომ დაამახსოვრა და შემდეგ პრეზიდენტი გახდა ბირმის. ზუსტად იგივე გაიმეორა, რასაც ტოტალიტარული მთავრობა აკეთებდა მის წინამორბედ. ზუსტად იგივე და ეს ხალიც საბოლოო ჯამში მისთვისაც უდად მაგრამ ხატება დაგჭა, რა? მაგრამ დაგჭა ფაქტი. და ეხლა ეს ფაქტი მე უკვე დამუშავებულია PR ტექნოლოგიების მიერ და გამოყენებულია ესეთი, ნუ
ასეთი ეს და სხვა ფაქტები გამოყენებული ასეთი ღონისძიებების დროს. მე ბოლოდ ის მინდა გითხრა, როცა არსებობს პროტესტის გზნობა, როცა ადამიანების დიდი ნაკადი გამოყავს ამ პროტესტის გზნობას, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ნათელია. ამიტომ იყო რომ ფრაზა გულანთებული ადამიანები დიდხანს იყო ქართულ მედია სივრცეში აი ამ ადამიანების მიმართ რუსთაველზე. მართლა დღემდეა იქ ადამიანები, რომლებიც მართლა თავისი გულით, თავისი აღშფოთების გამო გამოვიდნენ პროტესტზე, მაგრამ რასაკვირველია იმ ცოტა ხნის მერე ამაში იწყება ჩართვა შესაბამისი სტრუქტურების, რომელიც ინდომებენ მართონ ეს პროტესტი. მართონ და იმდენად ზარმაცები არიან, რომ ერთ და იგივე მეთოდოლოგიას იყენებენ თურქეთში, საქართველოში, ბულგარეთში და სხვაგან, ყველგან. ადრე სხვა სიტუაცია იყო, ადრე უფრო კრეატიული მიდგომები იყო და ეხლა იცით როგორ ესეც ძალიან გულდასაწყვეტია. ესეც გაცვდა. მე მithქვამს არაერთხელ რომ მithქვამს რომ 90-იან წლებში რო უყურებდი როგორი ტიპის სპეციალისტები ჩამოდიოდნენ ევროპიდან, იგივე დიპლომატები და არადიპლომატები სხვადასხვა იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც დედამიწაა განსხვავებით. ეხლა ბევრად უფრო პრიმიტიული და მარტივი ადამიანები ჩამოდიან. საერთოდ პოლიტიკური ელიტის დონე სოფლიოში განსაკუთრებით დასავლურ სივრცეში შეიცვალა. ბევრად უფრო ესეთი ავტომატზე გადაიყვანეს. ბევრად უფრო მარტივი ადამიანები ჩამოდიან. ესე იგი პრაქტიკულად როგორი ჩვენ საქართველოში და ყველგან ისე ერთნაირად უდგებიან აქაც მიმდინარე მოვლენებს სადაც აფრიკულ ქვეყანაში. უნდა ითქვას, რომ ეს ჩანს კიდევაც პოლიტიკური ლიდერების პორტრეტებს დავაკვირდებით, ვინც ახლა მაღალ ტრიბუნაზე დგას ევროპაში, ისეთი პოლიტიკური ფიგურები, როგორც იყვნენ ადრე, მე გულისხმობ მრავალწახნაგა ადამიანები, რომელსაც შეეძლოთ თავის გადაწყვეტილებით პოლიტიკა შეეცვალათ. ეხლა აღარ არიან სამწუხაროდ. ეხლა ეს უფრო მარიონეტული ტიპის ფიგურები არიან, რომელსაც ბიოგრაფიაც არ აქვს დახვეწილი და ფონ დერ ლაიდენის ფაქტორი. კალაზეც ამბობენ, რომ ისე? კაია კალაზეც წინაპრების თვალსაზრისით რაღაცა. კი, ეს იყო მართალია, მაგრამ არა, ამ შემთხვევაში ხო და და გარდა ამისა, ინტელექტი, ესეთი ფართო ინტელექტი და ქარიზმით მანამდე არც გამოირჩევი ამას. ეს იმიტომ რომ იმ ძალებს, რომლებიც ასეთ პოლიტიკურ ელიტებს ქმნიან, ასეთი პიროვნებები აწყობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნაკლებად. დიახ, მაგრამ პრინციპში საფრთხე არ ემუქრებათ ალბათ არც ევროპის მოსახლეობას, რაც უნდა გამწვავდეს ვითარება, იმედი. დიახ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არ ჭირდება მკითხე, ჭირდება თუ რუსეთს არ ჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს. იმიტომ რომ იმპერიის თვისებაზე მქონდა მე საუბარი. ხო, მაგრამ ეს ძალთა თანაფარდობა ხო ძალიან აშკარად რუსეთის საზიანოდ არის. ეს თანაფარდობა მოსახლეობის ეხლა მაგალითად მე აი პარადოქსალურად ბევრად უფრო ეფექტური შეუულია სამხედრო წარმატების მიღწევა რუსეთს ევროპასთან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ნაწილთან, ვიდრე თურქეთთან. იმიტომ რომ თურქეთი არის სხვა ტიპის სახელმწიფო. სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, სამხედრო ძალები. ისინი არიან მუდმივ კონფლიქტის რეჟიმში. ან შიგნით ან გარეთ, ხო, ჯერ ქურთებს ებრძვიან ამდენი წელია, ხო. ხო და ეხლა მოკლედ მათი არმია ბევრად უფრო სერიოზულ მსატყოფნაშია, ვიდრე ავიღოთ აი მაგალითად ისეთი ქვეყნის როგორც არის ავსტრია. ან თუ გინდა გერმანია, რომელიც სამხედრო პოტენციალი უმძიმეს მდგომარეობაში, ისევე როგორც ბრიტანეთი, შედარებით თვალში ისე უფრო სერიოზული. და ფლოტს ვერ აკომპლექტებენ. ვის? ბრიტანეთში. ხო. ხა აი მაგალითად ძალიან სასაცილო იყო მაკრონმა რა გამოაცხადა, რომ ჩვენ მას კოლგას გავაკეთებთ. არქი რა კოლგა უნდა გავაკეთოთ? ჯერ ერთი მათი სპირტული შეიარაღება, მეოთხედიც კი არა რუსეთის სპირტული შეიარაღებისა და მეორეც ერთი ის გასაშვები რაც საჭიროა, ესე იგი ასეთი იმისთვის, იმდენად რთულ მდგომარეობაშია, რომ მოკლედ ამიტომ ამბობს თურქეთი, რომ თურქეთის გარეშე ერდოღანი, რომ თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება დაცული არ იქნება, ამას მიანიშნებს, რომ მე ვიომებ ევროკავშირისთვისო რუსეთს ეუბნება, თუ რა მესიჯია ეს? ეგ არის გულისხმობა, მხოლოდ რასაკვირველია, შეიძლება ეს აზრიც არის, თუ დაჭირდა ერდოღანი, ხო, ცნობილი ავანტიურისტია, შეუძლია თავისუფლად თქოს, რომ ამის გამო უთქვია, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ერდოღანს ესეა გათავისებული, რომ ესე იგი უბრალოდ ესეთი პიარსულა აქვს. რომ ის არის ევროპის დამცველი სამხრეთ აღმოსავლეთ
და სამხრეთული შეტევებისაგან. ვისგან იცავს ტერორისტებისგან? ტერორისტებისგან, ისლამისტებისგან, ყველასგან იცავს. ნუ ეხლა ეს ყველა პიერსლა. ზომიერი ისლამისტი, ესე ქვია. მის პარტიას ყოველ შემთხვევაში ესეთი ტიპის იდეოლოგია აქვს, ზომიერი ისლამისტური პარტია, მაგრამ აი ეს მაგითო ვიკითხე, ისლამისტი იქაც არის აქაც. მაგრამ როგორ არის ხლა, ნუ ესეთი ყველაზე უფრო ფუნდამენტალისტურ, სერიოზულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ესეთი როგორც არის ძმები მუსულმანები და რომლებიც არიან უზარმაზარი გავლენის მატარებლები თურქეთში, სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია და ახდენს კიდევაც თურქულ პოლიტიკაზე ზოგადად, მათ შორის კონკრეტულად ერდოგანს. და მაშინ ასევე გავლენას ახდენს როგორც ცნობილია ყოველ შემთხვევაში ესე ამბობენ ბრიტანეთის დაზვერვა უფრო ზუსტად და ეს ბრიტანეთის დაზვერვა და ძმები მუსლიმანების ორივე მხრივ გავლენა როგორ უთავსდება ერთმანეთს. იცით რა შეესაქმე ბრიტანეთის დაზვერვის და სპეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარი პლუსი ზუსტად იმაში მდგომარეობს რომ ისლამისტური ორგანიზაციების ნაწილს ისინი მართავენ. ვინც იხდის ფულს ის უკეთავს მუსიკას, ხო? მე შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე ორგანიზაცია ჩამოვთვალო რომელიც სპეციალურად შეიქმნა როგორც ისლამისტური ორგანიზაცია რომელიც ახლა ძალიან გავლენია ერთ-ერთი პაკისტანური ორგანიზაცია მაგალითად რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს რომელსაც ყველაზე დიდი მეჩეთის თავისი ისე თქვა შტაბ-ბინა ლონდონში აქვს ზუსტად და რომელიც ძალიან გავლენიანია აი ეს არის ბრიტანეთის სპეცსამსახურების იარაღი ახლო აღმოსავლეთში გავლენებისთვის და კავკასიაში სხვადასხვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ კავკასიაში ბევრად ნაკლებად აქტიურობს ვიდრე. სხვაგანაც არის. მაგრამ ეს ყველაფერი კავკასიაში ჩრდილოეთში თუ სამხრეთში? სამხრეთში. ხოჭერს ითქვას ვამენ ხოლმე, რატო აქვს ჩაკეტილი აზერბაიჯანის საზღვრები. პასუხის გამცემი ვერ ვნახე, ვიცით, რომელიც ლოგიკურად ამას ლოგიკურად კი პროფესორი. კიდე კოვიდის ისტორიას ყვებიან. ჩაკეტილია საზღვრები, საქართველოსთან კი არა მარტო. ირანთან და რუსეთთან. სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს, დიახ. ხო და ეს ცეცხლივით ეშინია ფუნდამენტალისტებისა, ალიევის ხელისუფლებას. იმიტომ რომ ბაზაა ძალიან კარგი აზერბაიჯანში. ატარებენ შიგადაშიგ ეროვნული მცირესობით დასახლებულ რეგიონში, როგორც სამხრეთის, ისე ჩრდილოეთში სპეცოპერაციებს, აი ბოლო სპეცოპერაცია შეატარეს 1-2 კვირის წინ ჩრდილოეთ აზერბაიჯანში, სადაც ლეკები და ხუნძები და სხვაები ცხოვრობენ. მოკლედ იცი როგორ არის ძალიან სერიოზული ვითარება ამ თვალსაზრისით და მე სულ იმას რაც შემთთვის არის ყველაზე მტკივნეული მე ამას ესე მოკლედ როგორ არის ცირ გარემოსვაში უნდა ყოველთვის ადამიანები რომლებიც კარგად ფლობენ აზიურ ენებს რომლებიც მუდმივად ჩართულები არიან აზიური მედიის მუშაობაში რომლებიც აი პულზე ხელი უჭირავთ ასე ვთქვათ და აი ახლა ნუ და რადგან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ამ ხალხთან მაქვს აქტიური კონტაქტი აქედან გამომდინარე ჩემთვის სურათი ასე ვთქვათ ბევრად უფრო ნათელია ვიდრე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და ხედავ რომ გამოწვევები იმდენია ქვეყნის წინაშე და ამ გამოწვევების ფონზე ეს არის რუსული აგრესიის საფრთხე ეს არის ჩვენი მეზობლების აქ ფაფხური ზედმეტი მე თუ მკითხავთ ძალიან სერიოზულად ზედმეტი და ნუ ერთ რამეში უნდა შევთანხმდეთ საქართველოს არ აყავს მეგობარი საქართველოს ყავდა პარტნიორები მაგრამ ეს პარტნიორებიც რაღაცნაირად თავის ინტერესების სტიხია დემონსტრირება მოახდინეს და მოკლედ დავრჩით აი ესეთ მდგომარეობაში და ამ მოსობაში ჩვენ აქ დაკავებული ვართ აბსოლუტურად სხვა საქმით რომელსაც რეზულტატი მაინც არ ექნება არავითარი რეზულტატი არ ექნება რას გულისხმობთ აქციებს და შიდა ბრძოლას როგორც ჩვევია ხო ეს აუცილებელი მომენტია რომ დაპირისპირება უნდა არსებობდეს თუ გინდა რომ ქართველი გააჩერო უნდა იყოს აუცილებლად დაპირისპირებული საკუთარი ალბათ ყველასთან ასე არის ეს ხო კი ყველასთან ასეა მაგრამ გათიშადე იბატონი რასაკვირველია ეს აი რომაული პრინციპი რომდემდე მუშაობს ყველგან მაგრამ ზოგი ერები და სახელმწიფოები არ ყვებიან ხოლმე ამას და ზოგიერთი აუცილებლად უნდა აყვეს მაგრამ ჩვენ სხვაზე რატომ უნდა ჩვენ თავზე ვილაპარაკოთ ეს საოცარი თვისება გვაქვს რომ ეხლა ნუ მე მაგალითად იმ დღეს ერთ-ერთი ჩვენი მეზობლებს შორის დავას შევესწარი ერთი ეთნიკური ეთნოსის წარმომადგენლების დახოცეს ერთმანეთი რატო იმიტომ რომ ნაწილი იყო გრიგორიანელი ნაწილი იყო ქალკედონელი და აბსოლუტურად რაღა დროს ამაზე ლაპარაკია ხა მას მე გავეთ 14 საუკუნე არა
მაინც მაგრამ მე ხო ვიცოდი რომ ეს ხელოვნურად მოხდა მაინც და ესე ნუ ისევ ჩვენად ჩარევა გააჩერა ეს ამბავი მაგრამ ჩვენი გასაჩერებელი რო იქნება რაღაცა ეს არის უკვე სასაცილო მოკლედ ასეა თუ ამიტომ უფრო თავზე ნაცარი არ დავიყაროთ მეთქით რა თქმა უნდა ჩვენ უპირველესად ჩვენთან არა ნაცარი როგორ უნდა დავიყაროთ უბრალოდ მე ამ პლატფორმის სარგებლობ და ვამბობ რომ ხალხო უზარმაზარი გამოწვევებია ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი აქვს ინტელექტუალური იქნება ესე რა ქვია კულტურული არა ცოდნითი იქნება განათლებით იქნება თუ ასე შემდეგ და ამ რესურსის გამოყენება აუცილებელი და პოლიტიკურ ელიტასაც თხოვრო ეს რესურსი საზოგადოებაში და ხალხში რაც არსებობს გამოიყენოს ის კავშირები რაც ხალხში არსებობს სხვა ხალხებთან ისიც გამოიყენოს და ამით კი იყოს დაკავებული და არა იმითი რომ გაუთავებელი დაპირისპირება იყოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საზოგადოების ერთ ნაწილსა და მეორე შორის აი ესე იგი იმდენად გვჭირდება ახლა კონსოლიდაცია და ესეთ ეგრე იყო ყოველთვის მაგრამ ეხლაც გვჭირდება კონსოლიდაცია რომ ძალიან რთული იქნება ერთ დღეს რო თქვა მოდი გავერთიანდეთ აი იმ ზიზღის გადალახვა რომელიც არსებობს მაგრამ იმისთვის რომ ეს მარტო ხელისუფლება არა აი ხშირად ამბობენ და მე სიმფიქრე ამაზე აი რომ აი ხელისუფლება უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი თუ ჩვენ ვამბობთ რომ ოპოზიცია იმართება რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას ობიექტურად ვიჯელობ ახლა მე ხო ხელისუფლებას რა გამოვა თქვენ რეალურად როგორ წარმოგიდგენიათ რომ ერთ დღეს თქვა ვინც უნდა იყოს გინდა ორივე გულთან გინდა ხელისუფლება გინდა ოპოზიცია გაიღუძებს და მიხვდება რომ უპირველი საქართველოს ინტერესებია და გადაეხვევიან ერთმანეთს არ გადაეხვევიან ერთმანეთს რა არის გამოთქმა არსებობს ხელით ესე თითებით ზვავი შეჩერება ჩვენი ამოცანაც ხო ეს არის ზვავი შევაჩეროთ თითებით შევაჩერებთ ახლა ამას თუ თავს ამბრაზურა შევარდებით ჩვენზე კაც ჩვენი გადასაწყვეტი ჩვენი თავარი იარაღია სიტყვას რომ უნდა გაიგონონ როგორ გააკეთებენ ამას და ვინ როგორ რასიზმს ეს არის მაგრამ ჩემი გზავნილი ამ შემთხვევაში პოლიტელიტის მიმართ კი არ არის ჩემი გზავნილი საზოგადოების მიმართ არის ჩემი და ჩემენაირების და სხვის ახლა მე არა ვარ ის მოსე რომ ადამიანები ადამიანის ყური უნდა დამიგდა მაგრამ ხო შეიძლება ყური მოკრა ერთია ყურის დაგდება და მეორე ყური მოკრა ცნობიერებას ჩაქრჩეს თავარია შენი ცნობიერება ღია იყოს იმისთვის რომ ჩაქრჩეს და როცა გულანთებული ხარ და აკვირდე რომ შენი გულანთებულობა და ეს ანთებული ცეცხლი შენ გულში იყო არ დაგწვევს ხო რასაკვირველი ეგ არის ხა იცი როგორ არის ხა მე ჩემი ასაკის სიმაღლედან უყურებ ყველა 89 წლიდან აი ამ სცენებს უყურებ ერთ და იგივეს ხშირად მართალია ხანდახან იცვლება ხანდახან ჩვენი გამოცდილებაც მუშაობს როგორც ახლა მაგალითად შვიდობის დაცვის საქმეში მაგრამ ხასიათი და მიდგომები არ იცვლება ხო და ამიტომ როდესაც უკვე აი იცი რომ ცხოვრების დასალიერი აღარ გინდა ისე წახვიდე რომ კიდე ამ სიტუაციაში დატოვო ეს ქვეყანა რომელიც თავისი შინაარსი და მოწამულობით არის მარგალიტი კი ბატონო ნამდვილად. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რეკლამის გამო უნდა შევწყობოთ გადაცემა მცირე ხნით, დაგველოდეთ, მალე დაბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად.